მოგესალმებით, მეგობრებო, მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს ცაზე და ძალიან მოკლედ ვეცდები რომ აგეხსნათ ეს რა ტენდენციებია მოსალოდნელი. პირველი რომ 14 ივლისს გვაქვს ახლომთავრეობა კირჩხიბის ზოდიაქოში. კირჩხიბი არის ჩვენთან საერთოდ ახლომთავრეობის ენერგია, ეს არის მომავალი მთელი თვის ენერგიის საფუძვლის ჩაყრა ამ დღეებში ხოლმე. კირჩხიბის ზოდიაქო ეს არის უფრო შინაგანი კონტაქტი საკუთარ მისთან, ემოციური კონტაქტი გარემოსთან, მაგალითად ჩაბრუნება საკუთარ თავში და არა გარეთ გასვლა, ხო, არა აქტიურობა. ზოგადად გვაქვს ოქროს სტანდარტები ახლომთავრეობაზე, სავსემთავრეობაზე, ახალს მნიშვნელოვანს ოპერაციები იქნება, იქ რაღაც მნიშვნელოვანი პროცედურები იქნება, ახალი საყიდლები იქნება, სერიოზული რაღაც რეგისტრაცია რაიმე ბიზნესის, მაინც ესე რომ ვთქვა, არ ხდება ხოლმე ამ პერიოდში, იმიტომ რომ ზოგადად ახლომთავრეობა ეს არის ყველაზე სუსტი მთვარე, ჯერ აი ეხლა განულდა მთელი ყველაფერი მთვარის ენერგია და ეხლა იწყებს, ანუ საერთოდ არ ჩანს ახალი მთვარე ცაზე. ეხლა ხდება ფორმირება, ანუ სუსტი ენერგია არის, ყველაზე სუსტი არის ახლომთავრეობაზე მთვარის ენერგია. ამიტომ ამ პერიოდში ძალა არ ყოფნის არაფერს, რაც კი იქნება რეგისტრირებული ან დაწყებული საქმე. ძალიან სუსტა, ძალიან დაბალი ენერგიით წავა, ესე რომ ვთქვათ, ხო? და ნენელა მზარდი მთვარის პერიოდში ნენელა ენერგია იზრდება ხოლმე, ამიტომ პლუს მინუს პერიოდი, მაგალითად 13, 14, 15 ივლისი არ არის პოზიტიური, ანუ არ ღირს არანაირი საქმის წარმოება. კირჩხიბი არის ჩვენთან დასვენება, სახლის მიხედვა, მაგალითად შინაგანი ემოციების მიხედვა, გააზრება უფრო და საფუძვლის ჩაყრა რა გვინდა მთელი თვის განმავლობაში, რა პროექტები გვინდა მაგალითად, ხო? აი უფრო მომავლის დაგეგმვის პერიოდი არის ახლომთავრეობა, ვიდრე რომ უშუალოდ მოქმედება დავიწყოთ ხოლმე და კირჩხიბი ეს ნიშნავს უფრო რამდენად უსაფრთხოდ ვარ, რამდენად შინაგანად, ემოციურად, კომფორტულად ვარ ჩემ ცხოვრებაში, რა მჭირდება შინაგანი კომფორტისთვის, იმიტომ რომ კირჩხიბი უსაფრთხოებასთან და კომფორტთან არის კავშირში. რამდენად ჩემს გარშემო ემოციური გარემო, რამდენად მაქვს ემოციების გაცვლის საშუალება, მყავს თუ არა ისეთი ახლობლები მაგალითად და ისეთი გარემო, სადაც ჩემი ემოციები მათთვის მნიშვნელოვანია, ჩემი უსაფრთხოება მათთვის მნიშვნელოვანია. აქ სენსიტიურობაზე და მგრძნობელობაზე იმდანაც არ ვლაპარაკ, როცა უბრალოდ აი მე ვარ კომფორტულად გარემოსთან თუ არა ვარ. და აი ამ პერიოდში ძალიან კარგი არის ამაზე დაკვირვება. ამაში ჩაღრმავება, ხო? ძალიან კარგი არის ხოლმე ძველი ემოციებისგან გათავისუფლება, იქნება ეს წარსულის გადახედვა, მაგალითად, წარსული ტკივილების გადახედვა, ამოტანა ზედაპირზე და ამისგან გათავისუფლება, ეს იგივე ვამბობთ ხოლმე სახლის გაწმენდა და ლაგება რა არის ეს, ხო? სახლის ენერგია, სინამდვილეში ეს არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. და ორივე ერთად არის მნიშვნელოვანი, როგორც შინაგანად და გათავისუფლდეს ძველი ნაგვისგან, ესე წუხეშად რო ვთქვა, ხო? მაგალითად, აი დიდი ხნის ემოციები, რომელიც დიდი ხანია ვატარებ და არ გამოვხატე. კარგი პერიოდი არის თერაპიული პროცესებისთვის, როდესაც სადღაც უნდა გავათავისუფლო ადგილი მომავლისთვის. იმიტომ რომ ჩვენ სულ ვართ ხოლმე გარე სამყაროზე ორიენტირებული, რომ აი ხა გადავაგდებ რაღაც ძველ ნივთს, რომ ახალი შევიძინო. მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ამის მიღმა არის ჩვენი შინაგანი ემოციური ძველი თვისებები, ძველი მოქმედებები, ძველი პროექტები, მოდი ესე ვთქვათ, ხო, რომელიც ასევე გასათავისუფლებელი არის, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს. აქ ცოტა ეზოთერიკაში გავდივართ, ხო? და აი მაგალითად მე თუ ვატარებ რეტროფლექსირებულ ენერგიას შიგნით, ვაბრუნებ ყველაფერს და არ გამოვხატავ ჩემ თავს და ამას ვაკეთებ სულ, ეგ ბევრი რამე არ იცვლება, ხო? ხალხიც არ მოდის ისეთი, როგორც მე მინდა. იმიტომ რომ მე სადღაც საზღვრების პრობლემა მაქვს, ხო, სიტყვაზე და ამას თუ ვაკეთებ მუდმივად, აქ გარკვეულწილად არ თავისუფლდება ადგილი ახალი ცხოვრების ისახშირად მოდიან ხოლმე ჩემთან და აი უნდათ რაღაცის შეცვლა, რაღაცა არ ეძლევათ ცხოვრებაში, ხო, სიტყვაზე და რაღაც რო არ მოდის და გვინდა, ესე იგი იმ ადგილს რაღაც სხვა იკავებს და აი ესეთ რაღაცებისთვის ძალიან კარგი პერიოდი არის მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში ამის გასაცნობიერებლად და არ არის მარტო ნივთების გადაყრა, ეს არის უფრო პრიმიტიული რიტუალი, ხო? მარტივი არის. ანუ რაც ყველაზე მარტივი არის, ახლა თუნდაც წინაზე მქონდა კონსულტაციაზე საუბარი, რომ თუ ჩვენ სიტყვა გვატკლია, სიყვარული გვაკლია, ძალიან რთული არის ვიშოვოთ ის ხალხი, ვინც ამას მოგწევს, მაგრამ მარტივი არის ტკბილი ვჭამოთ. ხო? მერე სხვა პრობლემა გავიჩინოთ, ერთი პრობლემის დაფარვის
ცდელობის შედეგად, ხო? მაგრამ ძალიან რთული არის რეალურად ის მივიღოთ, ან ყველაზე მარტივი რაც არის, რაზეც ხელი მიგვიწვდება მარტივად, იმას ვაკეთებთ ხოლმე. და აი ეს მარტივი ხელმისაწვდომი არის ახლის დალაგება. ან გადაყრა ძველი ნივთების, მაგრამ ძალიან რთული არის რეალურად გადავყაროთ ის ემოციები ძველი, ის ინტროექტები, რომელიც ხელს გვიშლის, რომ ახალი ენერგია შემოვიშვათ ჩვენ ცხოვრებაში. აი ამის ცოტა სიღრმისეულად რო გითხრათ, ამის პერიოდი არის ახლა ყველაზე მეტად და გაუთავისუფლოთ ადგილი იმ ახალ გეგმებს, რომელსაც დღეს დასახავთ. ანუ ის რომ ახლა მე ჩაუღრმავდები, ჩაუფიქრდები მომავალ თვეს რა გავაკეთო, ან მომავალში რა მინდა ცოტა სიხმრისეულად რო თქვა, მე რატო არ გვეძლევა ეს ყველაფერი, რომ რაღაცაში გაჭედილები ვართ, ხო, რაღაცა დაგროვდა და ოთახში ადგილი აღარ არის ახალი ნივთების დასადებად, მარტივად რო გითხრათ. აი ეს არის მთვარე-კირჩხიბის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გასაცნობიერებლად, ხო, ახალმთვარეობის ენერგიაში. ეხლა შემდეგი მნიშვნელოვანი ტრანზიტი გვაქვს, მეგობრებო, ეხლა არის უკვე ეს დღე განსაკუთრებით, თუმცა დაახლოებით რამდენიმე დღეა უკვე იკვრება ვენერა-ურანის კვადრატი. ვენერა ჩვენთან ასტროლოგიაში სიმბოლურად გამოხატავს სიყვარულს, ურთიერთობებს, საზოგადოებასთან ჩვენს დამოკიდებულებას, ფინანსურ რესურსებს, სხვათა შორის ნივთებს და აი ზუსტად იმ სიამოვნებას, ეხლა რაზეც ვსაუბრობდი, რამდენად მე ვტკბები ამ ცხოვრებით, ხო? რამდენად შემიძლია გამოვხატო გრძნობები, იმიტომ რომ ვენერა გრძნობების გამოხატვა არის, ემოციები არის მთვარე, გრძნობები არის ვენერა ჩვენთან, ხო? და აი ამ გრძნობებში ჯერ არის უკვე ქალწულში გადასული ვართ, ძალიან რაციონალურები ყველა. ანუ შეგვიძლია უკვე მარტივად რო გითხრათ, ახლა ვენერა განსაზღვრავს ქვეყნის სოფლიო ეკონომიკურ მიმდინარეობებს ერთი თვის განმავლობაში, იმიტომ რომ ერთი თვე არის ვენერა ნიშანში და ეკონომიკა რა არის? მაგალითად, მანამდე თუ იყო მთელი თვე ლომში და ეს იყო გრძნობების მაქსიმალური გამოხატვა, ფუფუნების აგნებზე ორიენტირება. ხალწოლი ეს არის უკვე პრაგმატიზმი, ენერგეტიკა შეიცვალა. და პრაგმატულობა როგორ ახლა ეს მე მჭირდება თუ არ მჭირდება, ხა რაღაცას რო ვყიდულობ, ეს ხარისხიანია თუ არ არის ხარისხიანი, ეგება და სხვაგან უკეთეს ფასად ვიყიდო. აი მარტივ ცხოვრებისელ მოვლენებში რო აგიხსნათ, ხო, ვენერა ხალწული, ეს არის ძალიან პრაგმატული ენერგია. მაგალითად, სასიყვარულო სფეროშიც ეს მჭირდება ეს პარტნიორი თუ არ მჭირდება, რას მაძლევს რო რაციონალური, იმიტომ რომ ხალწული არის მერკურის სამფლობელო, ეს არის ინტელექტუალური ნიშანი. ინტელექტუალური, პრაგმატული, რაციონალური და ვენერა, რომელიც სიამოვნებასთან არის კავშირში, არის ქალწულის ზოდიაქოში, ხო? ანუ რაციონალურობის ენერგიის ქვეშ. ძალიან კარგი არის ახლა სწორკვებაზე ორიენტირება, იმიტომ რომ ქალწული მოითხოვს, ვენერა არის ილამაზე, ესთეტიზმი, მე რამ სიამოვნებს, ქალწული არის რუტინა. დავიცვა სწორი კვება, მივხედო ჩემს გარეგნობას. ხო? და გარეგნობას როგორ უნდა მივხედო? რუტინით, ყოველდღიური შრომით. ეს თვე არის ეს ტენდენციები სადღაც, ხო, რომ მაქსიმალურად აჩვენებს ჩვენი სიამოვნების ზონა, რაზე გავა. და ეს არის ყოველდღიური ზრუნვა, დეტალები, ჯანმრთელობა, ცხოვრების სტილი, აი ამ ყველაფერს დაალაგებს ახლა ვენერა. მაგრამ ეს დღეები რა იყო? ურანი ჩვენთან არის რადიკალური ცვლილებები, ეს არის მოულოდნელობის პლანეტა, აი უცებ იცის ურანმა მეხის დაცემა. აი მეხი რო დაგვეცემა და რადიკალურად ჩვენი კომფორტი, უსაფრთხოება, იმიტომ რომ ვენერა, უსაფრთხოება როგორი არის, იცით, აი სტაბილურად შვიდად რო ვარ. ქალური ენერგეტიკაა ვენერა და ურანი უცებ მთლიანად ააყირავებდა ყველაფერს. ქაოსს შემოიტანს ვიღაცების ცხოვრებაში. და ეხლა უკვე იწყებს ნელ-ნელა კლებას, პიკი არის ეხლა მაგალითად ამ კვადრატის და საერთოდ ურანი უფრო ადრე იწყებს მოქმედებას და შესაბამისად ვიღაცებს უკვე ჰქონდათ, გაუთამაშდებოდათ ეს არასტაბილურობა, ფინანსური არასტაბილურობა, მოულოდნელი ხარჯები. მოულოდნელი შემოსავალი, მოულოდნელი ხარჯებიც ასევე მაგალითად. საერთოდ არ არის სასურველი ამ პერიოდში ირაციონალური ხარჯების გაწევა. იმიტომ რომ ვენერა ქალწულში არის, ის მოითხოვს, რომ ვიყოთ ძალიან პრაგმატულები, ძალიან დაკვირვებულები, წვრილმანებზე ორიენტირებულები და ეს წვრილმანები რა არის? მჭირდება ახლა ეს მე თუ არ მჭირდება? მოდი გავაანალიზოთ, იმიტომ რომ მერკურის სამფლობელო არის, ხო, ქალწული. და ურანი დაუფიქრებლად შეიძლება მოულოდნელად ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელმაც შემოიტანოს ქაოსი. დანაკარგებიც კი, მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების მაღალი ალბათობა იქნებოდა მთელი ეს პერიოდი, ხო? ამ პერიოდს გულისხმობ 1-5-6 დღე განსაკუთრებით. და ეხლა რა არის ამავე დროს ძალიან საინტერესო ის, რომ აი შეიძლება ყოფილიყო, რომ ორმაგი გადავიხადე რაღაცებში. ან
არასაჭირო დანახარჯები მქონდა, ვერ მივიღე ის სიამოვნება, რაში ჩავდე ფული, მარტივად რო გითხრათ, ხო? ამიტომ ამ დღეებში ეხლა ეს დაძაბული პერიოდი განსაკუთრებით არ არის სასურველი რაღაცურად ღირებული საყიდლების გაკეთება, რაღაცნაირად აი მაგალითად დასვენებისთვის გადავიხადოთ ფული სადღაც, იმიტომ რომ მოულოდნელად ურანი რაღაცებს შეცვლიდა. აი რამდენიმე დღე შეგვიძლია კიდევ ცოტა მოვიცადოთ სანამ ბოლომდე არ დაიშლება ეს ასპექტი, ხო? მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შეიძლება ვენერას ენერგიაში ვიყოთ, მაგალითად მე მჭირდება სტაბილურობა და ვიღაც მოდის ურანელი და ვიღაც შეიძლება გარემოება იყოს, ხო? და ამირიოს ჩემი სტაბილურობა, ჩემი წესები, ჩემი წესრიგი და ისეთ ქაოსში, მოულოდნელ ქაოსში ჩამრთოს, აი ზოგს შეიძლება და ქონოდა ეს ტენდენციები და ეხლაც არის ამისი რისკი. მაგრამ შეიძლება მე ვიყო ურანელი, მაგალითად, ხო? ანუ მე გავათამაშო მომწყინდა სტაბილურობა, მომწყინდა ერთფეროვნება, მინდა ყველაფერი შევცვალო. იქნება ეს პირად ცხოვრებაში შევცვალო უცებ. აღარ მინდა ეს ურთიერთობა, წავიდე სხვა ურთიერთობაში. ოღონდ დაუფიქრებლად, იმპულსურად. ურანი იმპულსურობის ენერგია არის, ხო? შეიძლება პირიქით, მე შვიდად წყნარად ვარ, ვიღაცა მოვიდა, იქნება ეს პარტნიორი, იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობაც არის ვენერა და ამირდამირიეს ყველაფერი. ეს იცოდეთ, რომ ეს დროებითი არის. ეს კვადრატი რო გადაივლის, ყველა დალაგდება. და ურანი არის სატრანსპორტო თემაც, ამიტომ მაინც მანქანის ყიდვა ამ პერიოდში არ იყო სასურველი და ეხლაც რამდენიმე დღე გაგრძელდება ეს ტენდენცია, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს, რომ ისე არ აღმოჩნდა, ანუ თანხა დავკარგოთ, ან ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორც ღირდა მაგალითად, ხო? ამიტომ ეს პერიოდიც გასათვალისწინებელი არის, ამასაც დააკვირდით. სასიყვარულო გრძნობებში არის მეტი რაციონალიზმი და მეტი სიცივეც ქალწულური, ზოგადად მთელი თვის განმავლობაში, მაგრამ ეს პერიოდი ურანი მოულოდნელ იმპულს, დაუფიქრებელ იმპულს ჩართავდა და ამასაც დააკვირდით, იმიტომ რომ ეხლა როგორც ხდება გარემოება, ხო? რა ის საზოგადოებაშიც რო ტრიალებთ, ეს გადაივლის, ეს არ არის ხოლმე მუდმივი. იმიტომ რომ ვენერა სწრაფად დადის და სწრაფად იშლება ეს ასპექტი. აი რაც არის მუდმივი შედარებით და დიდხანს გაგრძელდება, ეს არის ჩვენთან ცაზე უკვე შეიკრა პლუტონი, იუპიტერის ოპოზიცია. პიკი იქნება მეგობრებო უკვე 20 ივლისს, მაგრამ უკვე შეკრული არის ეს ოპოზიცია, შეკრულს ესევე წახით, იმიტომ რომ 4 გრადუსი არის უკვე იუპიტერი, 5 გრადუსი არის რეტროგრადული პლუტონი. რეტროგრადული პლუტონი ჯერ თვითონ შიგნით მუშაობს რეტროგრადულობა, ეს რეტროფლექსია არის პრინციპში ენერგია, როდესაც გარეთ კი ვერ ცვლი რაღაცებს, შიგნით მუშაობს, ჯერ ხო ფარულად მუშაობს ეს ენერგია, ზოგადად მაქვს რეტრო პლუტონზე ჩაწერილი ვიდეო, ისაც გაინტერესებთ ახლა ტრანზიტულზეც. და ვენერას ბოდიშით იუპიტერთან როგორ მუშაობს ეს, ხო? იუპიტერი ლომში გამოხატავს ინდივიდუალიზმს ძალიან. და ეს არის დიდი შემოქმედებითი არეალი, დიდი შესაძლებლობების ენერგია, სურვილების რეალიზების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ვენეს ლომში ეს არის ჩვენთან იუპიტერი, რომ მე რაც მინდა შემოქმედებითად შემიძლია ეს გავშალო და პლუტონი იქიდან რას აკეთებს მერწყულში, რომ მესა და ჩვენს შორის ბალანსი უნდა დავიცვათ. ჩვენს შორის რა არის? მერწყულში არის პლუტონი და მერწყული არის, რომ ახლა შენი არ გაგექცეს ეგო, ფაქტიურად პლუტონი ამას საფრთხილებს, ხო, ყველას. იქნება სახელმწიფო ორგანოები მაგალითად, ხო, იმიტომ რომ ეს ლომი ეხება გავლენიან ფიგურებს, ხელისუფლებას, იმ ხალხს, ვინც დგას მაგალითად მასების ზევით, ჭყალებში რო ჩავთვალოთ, ხო, ვისაც მასების ბედი აკისრია, მაგალითად ცოტა პოლიტიკურადაც რო შევხედოთ, ხო? შეიძლება ეხლა სხვათა შორის იყო გარდაიცვალა ერთი ამერიკელი სენატორი. და აი ესეთი გახმაურებული თემები, როგორც წესი, არის ხოლმე კიდე უფრო ამატებს ენერგიას პლუტონი იუპიტერთან. და ახლა გახსნით, რატო პლუტონი არის მძიმე ენერგია ზოგადად. ნახეთ, აი პლუტონი არის იძულებითი ტრანსფორმაცია. აი ესე არსი რო გითხრათ პლუტონური ენერგიის ჩვენთან ასტროლოგიაში, ეს არის მძაფრი ცვლილება. ეს არის, რომ თუ შენ არ გინდა შეიცვალო, მე ამას ძალით გავაკეთებ. ზეწოლით ეს იქნება მძაფრი, მძიმე მოვლენები, მაგალითად, ხო?
ან იქნება იძულება, პლუტონი იძულების ენერგია არის. და იუპიტერი ეს არის გადიდება ყველაფრის. ფაქტიურად ეს ოპოზიცია გადიდებს პლუტონურ ენერგიას. ანუ მძაფრი მოვლენები, მინიმუმ დაძაბულობის განცდა ატმოსფეროში. ხო, რაღაცნაირად შეიძლება ვიგრძნოთ გარემოდან ზეწოლა და ვერ ხსნით რა არის ეს ეწოლა, ხო? აი ისე იდეაში რო აგეხსნათ. პლუს ნენელა რეტროგრადული გონების მმართველი პლანეტა მერკური მიდის ისევ სატურნის კვადრატისკენ. აქაც არის სადღაც თან იყო უკვე სატურნი მზის კვადრატი, გავიარეთ ცოტა მოშორდა უკვე მზე სატურნს, იყო ეს მძიმე შეზღუდვების ენერგია და ახლა დაემატა უკვე პლუტონური ოპოზიცია იუპიტერთან. ადიდებს იუპიტერი პლუტონურ ენერგიას. იზოლების ტენდენციები მაგალითად ფინანსური რისკები იზრდება, იმიტომ რომ იუპიტერი ლომში ეს არის ფუფუნების საგნები, ეს არის თვითონ ლომინო ოქროს მართავს, ეს დიდ ფულს მართავს, ფუფუნების საგნებს მართავს სიტყვაზე გაფართოება დიდი აი ამ ფუფუნების ეგოს თემებში და იქიდან პლუტონი დგას უკვე, რომელიც ძიმე დანაკარგები შეიძლება მოიტანოს, ხო? და პლუტონს აქვს ესეთი ფუნქციაც, მეგობრებო, თავიდან შეიძლება მოგვცეს აი ტრანზიტული, თქვა დაძაბული ასპექტი გვაქვს, ხო, პლუტონის და ასტროლოგიურად ეს შეიძლება იყოს ძალიან ძიმე ენერგია, მაგრამ შეიძლება მოგვიტანოს ძალაუფლება ეს ერთ-ერთი პირადრუკაშიც როცა გვაქვს. შეიძლება ძალაუფლება მოგვიტანოს, მოგვცეს ყველაფერი, მაგრამ მერე ისე წაგვართვას. ანუ თუ ჩვენ ვერ გაუძელით ცნებას და ძალაუფლებას. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ერთპიროვნულად ეს ერთხმად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლუტონი ეს ასპექტი დამანგრეველია და ყველას ვიცუდის მომტანია. შეიძლება ვიღაცებმა ზუსტად მიიღონ ამ ოპოზიციაში ძალაუფლება და გამოჩნდნენ ახალი ლიდერები, იუპიტერი ლომში არის და ახალი ლიდერული ენერგია, მაგრამ ეს იქნება სადღაც, მოდი ესე ვთქვათ, ცაცთური, აბა ამ ძალაუფლებას შენ გაუმკლავდები თუ არა. აი რომ იყოს ეს ტრიგონი, ეს არის ის ენერგია, რომ აი მოგეცემა ძალაუფლება და აი კარგა ხანს შეგიძლია იყო ამ ენერგიაში. ანუ არ დაკარტყამ სამყაროს ენაზე რო გითხრათ, მაგრამ ოპოზიცია ეს არის გამოცდა. ამიტომ მინახავს მძიმე ნეგატიურ ასპექტებში პირადრუკაში რო ქონიათ პლუტონის მძიმე ასპექტები და იმის ნაცვლად რომ რაღაცა მძიმე მოსულა და პირიქით მიეცათ ძალაუფლება, მაგრამ ესეთი პერიოდები როცა ან კვადრატურა შეიკრება, ან ოპოზიცია შეიკრება, აი ვიღაცები დაკარგავენ ამ ძალაუფლებას, ვისაც მანამდე სხვა ასპექტზე, მაგალითად პლუტონის სხვა ასპექტზე მიეცათ ეს ძალაუფლება სიტყვაზე, ხო? აი ეს იდეაში რო აგეხსნათ, ხო? ამიტომ მანდ უნდა დავაკვირდეთ, რომ ეხლა რაღაცეები თუ მოგვეცა, ეს იქნება ავანსის სახით, გამოცდის სახით, ხო? ამიტომ მხოლოდ ნეგატიურად ამ ასპექტს ვერ ავხსნი, იმიტომ რომ მასაც შეიძლება კონდეს მეორე მხარე, ხო? რომელიც პირიქით გვაძლევს იმ ენერგიას, რაც სადღაც მუშაობს ჩვენთან, აი გაგიდიდებ ძალაუფლებას, ოღონდ ოპოზიციით, აი ესე, ნახოთ. და მერე დაკარგვა ძალაუფლების, აი ცოტა სახელმწიფო დონეზე რო აგიხსნათ, ანუ ძალაუფლებაში ან დიდ ბიზნესში არის მაგალითად, იმიტომ რომ პლუტონმა იცის მართავს უფრო დიდ ბიზნესს, ლომი მართავს ესეთ ლიდერ ფიგურებს, ხო? და ცოტა რთული პერიოდი შეიძლება იყოს მათთვის. ვიღაცა შეიძლება დაკარგოს ვიღაცამ საერთოდ ძალაუფლება, ვიღაცამ ფული დაკარგოს მაგალითად. აი ეს ოპოზიცია ესე იკვრება. მანამდე თუ ვინმეს ისე მიეცა, ეხლა უკვე ესე კენჭების დაბრუნების პერიოდი არის, ესე რო გითხრათ. ჩავალებრივ ადამიანებზე ჩვენ, რომელსაც არა გვაქვს ეს პლუტონი ჩართული იმ კუთხით, რომ არ გვაქვს დიდი ბიზნესი, არ გვაქვს დიდი ძალაუფლებები და ჩვენთვის ცხოვრობთ, რა შეიძლება იყოს? აი იუპიტერი გაადიდებს შიშებს ჩვენში, რა არის? არაცნობიერში, აი ჭრtildeზე როცა ლაპარაკობდა იუნგი, მაგალითად, აი სუბტაფსიქოლოგიურ დონეზე რო აგეხსნათ, ხო? პლუტონი ჩვენ ჭრtildeებს აჩვენებს, ჩვენ შიშებს. შეიძლება შეგვახვედროს სამყარომ იმ ემოციურ შინაგან შიშებთან, რომელიც სადღაც ჩაბუდებული იყო. ძალიან კარგი არის ეს პერიოდი, ამოსაყრელად გაადიდებს იუპიტერი ჩვენს შინაგან ტკივილს, ფსიქოლოგიური კუთხით რო ახლა აგეხსნათ. გაადიდებს. ოღონდ იმაზე მეტად ვიდრე სინამდვილეში არის, მაგრამ იმდენად გაადიდებს, რომ ამოიტანს ზედაპირზე, ამ ჩვენ შინაგან შიშებს, იქნება ეს ფინანსურ თემაზე შიშები,
სასიყვარულო სფეროში შეიძლება იყოს იქ ჭვიანობის გაძლიერება, მაგალითად მესაკუთრეობის გაძლიერება, ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ემოციის გაძლიერება. შეიძლება მოგვიწიოს გადავხედოთ რა არის უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლება თუ უსაფრთხოება სიტყვაზე, იმიტომ რომ პლუტონი ამ თემებს მართავს, ხო ზოგადად. აი ფსიქოლოგიური დონის ძალიან ბევრი რაღაცის გადახედვა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ იუპიტერი ლომში არის, ლომი სიყვარული არის, პლუტონი მერწყულში თავისუფლება არის და აი ამათ შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება, მოდი ესე ვთქვათ, ხო, რა არის უფრო მნიშვნელოვანი, უსაფრთხოება და თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, თუ მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ ამათ შორის, ოღონდ ესე ლომურად, ხო, ფუფუნებაში, ხო? სადღაც იუპიტერი არის, მეგობრებო, დიდი იმედები, დიდი ოპტიმიზმი. აი, როცა ბარიერები არ არსებობს საერთოდ, ეხლა სატურნი ჩვენთან ბარიერები არის, ხო? სატურნი არის შეზღუდვები. რომ მე მინდა ვიფრინო, მაგრამ თუ გადავხტები საიდანღაც, იქ ჩავიჩეხები, ხო? იმიტომ რომ კანონები არის, სამყაროს კანონები არის. მაგალითად, მე თუ ძალიან იღბლიანი ვარ, სამყაროში არის ისეთი მოვლენები, რომელიც შეიძლება უცებ, აი ვიღაცა ხეიბარი გახდა, როცა გადახტა, მაგალითად, რაღაც დიდი იმიდან, ხო, წყალში ჩახტა და მოდი მეც არ ჩავხტე. ნახე თურმე აქ რისკი არსებობს, საშიშროება არსებობს. აი მანქანაზე რო დავჯდა, ნახე ვიღაცა ავარიებშიც ხვდებიან. ანუ არის თურმე რაღაც ნეგატივიც. აი ეს არის სატურნის ენერგია. პლუტონის ენერგია ეს არის რომ თუ რაღაც ინგრევა, ისე შეიძლება დაინგრეს, რომ ჩვენგან აღარაფერი აღარ დარჩეს. აი იუპიტერი ცალკე რო ავიღოთ, ეს არის აბსოლუტურად რაოცნებებიც, ყველაფრის რეალიზება შეიძლება. აი ახლა სოციალურ მედიაში მაგალითად რაღაც ოპტიმისტური ვიდეოები რო არის და ყველაფერი შეგიძლია და ეს არის იუპიტერიანული თავბრუს დახვევა, ესე რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი შეგიძლია. და ამ დროს იქ გვაქვს სხვა პლანეტები, რომელიც გვეუბნება, რომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ყველაფერთან, ხო? ანუ ვისაც კარგად აქვს ასპექტირებული იუპიტერი, მათ იციან რეალიზების შესაძლებლობა აქვს საკუთარ თავში, მე რა შემიძლია, რა არ შემიძლია. იმას არ ვაკეთებ, რაც არ შემიძლია. და შესაბამისად იღბალი მაქვს, იმიტომ რომ მე ადეკვატური ვარ და კონსტრუქციული ვარ. ვისაც ნეგატიური ასპექტი აქვს იუპიტერის, აქ გვერევა, ესე რომ ვთქვათ, სად არის შესაძლებლობების ზღვარი და სად დიდი სურვილები. აი აქ გვერევა ხოლმე, ხო, ადამიანებს. ამიტომ ეხლა ეს ოპოზიცია ზუსტად ზოგადად ყველას ამას აგვირევს სადღაც, ხო? ოღონდ აგვირევს რას? პლუტონი არის მძაფრი ემოციები, შიშები, ტრამვები და ეს იუპიტერი ამას გაადიდებს ძალიან. ზოგთან შეიძლება გამოვლინდეს, რომ ზეწოლის სურვილი გქონდეთ, გაუდიდდეთ პლუტონური ენერგია. მე მინდა ზეწოლა მოვახდინო ყველას, მე მინდა რომ ვაკონტროლო ყველა, მე რო უსაფრთხოდ ვიყო, უნდა ვაკონტროლო ყველა სადღაც, ხო? და მე ამას რა გამეწევს, პლუტონი მაინც მერწყულში არის საზოგადოების უკმაყოფილებას სადღაც, ხო? ხალხის, ანუ გარშემო უკმაყოფილებას. ზოგსთან შეიძლება გამოჩნდეს, რომ მათი ნაბიჯები იყოს იზოლაციისკენ მიმართული, განმარტოებისკენ, ისედაც სატურნი ვერტში არის ახლა. და ეს ცოტა ძიმე სატურნი არის, ხო, ჩვენთან და ეხლა თან მერკური მინდის ისევ რეტროგრადულობით სატურნთან და ქმნის დაძაბულ ასპექტს, ანუ ქმნის მარტოობის განცდას სადღაც. ამიტომ ეს ბალანსი არის მაინც მნიშვნელოვანი და კარგი ასპექტი ამას რა უქმნის. იუპიტერი ასევე ჰარმონიულ ასპექტს აკეთებს ნეპტუნთან და ნეპტუნი ეს ოცნებები არის, ნეპტუნი ფსიქოლოგია არის, ნეპტუნი არის თანაგრძნობა, ემპათიის ჩართვა. ანუ ფაქტიურად ამ ძიმე კვადრატურაში გვაქვს ძალიან პოზიტიური ასპექტი, რომელიც რასაც შეგვიძლია ჩვენ დავეყრდნოთ მაგალითად, ხო? და ნეპტუნი შექმნის რას, ესეც რეტროგრადული არის, მაგრამ ზუსტი ტრიგონი იქნება. ნეპტუნი შექმნის ენერგია სადღაც, რომ მე თუ გამოვავლე ნეპტუნურ ენერგიას და არა პლუტონურს, პლუტონს კი არ გავაძლიერებ. კი შეიძლება ამოყარო ძველი ტრამვები, მაგრამ ნეპტუნი გამოვიყენო აქ, როგორც მაგალითად ფსიქოთერაპიის წარმოსახვითი თერაპიები ფანტასტიკურად იმუშავებს ახლა. მაგალითად ნეპტუნი არის საკუთარ ემოციებთან კონტაქტი, გარემო სამყაროსთან ემოციური კონტაქტი, ხო? რომ მე სადღაც პატიობ რაღაც სიტუაციას, მე სადღაც დიცულოვნებას, სულიერებას ვიყენებ, სადღაც ქრისტიანულ ღირებულებებს ვიყენებ, აი ეს ენერგია ამას იუპიტერი ჰარმონიულად გაადიდებს. ჰარმონიულად, ხო, ადეკვატურად. და ეს იქნება სადღაც ძალიან კარგი საყრდენი ამ ძიმე სიტუაციაში. საყრდენი რა შეგვიძლია ჩვენ, ну აი თან ისეთი კარგი ურანთანაც არის კარგი სექსტილი, ნეპტუნს კარგი ასპექტები აქვს ახლა
და გვაძლევს რას დავეყრდნოთ და ნეპტუნი ზუსტად ეს არის შემოქმედებითი ენერგია, ფსიქოლოგიური ენერგია არის, ეს თანაგრძნობა არის, ესე სიყვარულით და დანდობით რო უყურებთ გარემოს. ამას თუ დავეყრდნობით ეს მძიმე ოპოზიციური ველი, სადღაც უფრო კარგათაც იქნება ჩვენთვის გამოყენებული, რომ კი გავაძლიერებ ამ ჩემს ღრმა ტრამვებს, აი ამ ჩემს შინაგან შიშებს, მაგრამ ნეპტუნურად უმკურნალებ, ხო, სადღაც ესეთი ფსიქოლოგიურად, საკუთარ თავთან დანდობით, საკუთარ თავთან აი ცოტა სულიერი დამოკიდებულებით, აქ შეგვიძლია უკვე სერიოზულად გავვიდეთ აი ამ ფონიდან, ხო, ესე რა ვთქვათ. და ძალიან კარგი თანადგომა შეგვიძლია აქ გამოვიყენოთ აი ამ ენერგიისგან. დანარჩენი მე მგონია, ძირითადი ვილაპარაკეთ, თუ რამე გაქვთ ხოლმე კომენტარები შეგიძლია დამიწეროთ, თქვათ, კითხვები თუ გაქვთ რამე და თვითონ ეხლა ზოდიაქოებზე რო ვილაპარაკოთ, ხო გეუბნებით, პირად რუკაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გავაანალიზოთ ეს ასპექტები, ვის ეხება, ვის არ ეხება, საერთოდ როგორ არის იცით, რომ ვიღაცა შეიძლება შეეხო, ვიღაცას არ შეეხო. მე პირადად ჩემეხო ეს ურანი ვენერას ნეგატიური კვადრატი, იქ მქონდა პირად რუკაში, მაგალითად, ეხლა ტრანზიტული ლილიტი შეუერთდა ჩემს ნეპტუნს და პლუს ურანი ვენერას კვადრატი იყო. თან 2 დღის წინ ცაზე იყო მთვარე ურანის შეერთება ტყუპებში, ზუსტი შეერთება იყო, როცა გავიღვიძე და მეგონა რომ კატა გაიქცა საყლიდან, იყო 6 საათი ვეძებეთ. განცხადებები დავბეჭდე, გამოვაქვეყნე, გამოვიტირე ჩემი კატა, ყველა მეზობელს შეუვარდი, რასაც ქვია, მე მგონი კატა აივიდა გაიპარა მეთქი. მეგონა რომ მამა ჩემს დარჩაღია, იმიტომ რომ არ იყო სახლში. და თან იმასაც ვფიქრობდი, რომ აქ ნეპტუნია, ლილიტი ნეპტუნთან არის და რაღაც შეიძლება ფეიკი იყოს, რაღაც შეიძლება იყოს სხვათა შორის. ესე იგი მოგიყვებით ახლა. მარი არის ერთი უსაყვარლესი გოგო, ტაროლოგი და მას მივწერე ხფისოები უყვარს ძალიან მარის და გეხვეწები მარი მეთქი. გამიშალე კარტი მეთქი, კატას ვერ პოულო, მე მგონი დაიკარგა და ცოცხალია თუ არა მეთქი, გამიშალე მეთქი და კარტი გაშალა და მეუბნება რომ კაცო არ ჩანს რომ დაკარგული არის. სადღაც არის თვალს მომფარებული უბრალოდ თო. კარტია ჩვენებს რომ სახლში არის. მეთქი არ არსებობს მეთქი ყველა კუთხე თან ბათუმში წამოვედი და აქ ახლა არ არის მაინც ესე შეჩვეულთა მამამ ჩემს ეშინოდა ჩემფისოს და მოკლედ მეგონა სერიოზულად რომ დაიკარგა. მაგრამ მეუბნება რომ არ არის. თან ძალიან მალე იპოვი, იმიტომ რომ აჩვენებს რომ არ არის დაკარგული. და მაინც ახლა კარებს ვკეტავდი, სულ აღარ ტოვებდი ღიას რომ იგება მართლა სახლშია თქვა და დარწმუნებული ვიყავი არ იყო და ცოტა ხანში მოკლედ თელი ქვეყანა რომ შევაწრიალე, მთელ იმას корпуს რომ მოვდე, ყველა შეუვარდი სახლში. რაღაც ინდოელებს შეუვარდი სახლში და საწოლის ქვეშ ეძებდი. მუზღიდეთ იქო სათხარ. ხალხი ხო არ ვიცი და 6 საათის შემდგომ წამოვწექი რომ მეთქი ხა ცოტა სული მოვიტყვა და ისე გავაგრძელო ძებნა თქვა და მომახდა გიზე გამოვიდა ზიტომ არაფერი. თურმე დამალულა. და ამას გეუბნებით, კი, ურანი ვენერა გამითამაშდა. თავარი იყო თან ზუსტად რომ შევხედე, ურანი იყო თვარისთან შეერთებაში და აი მოულოდნელი მეხი იყო, აი ზუსტად ეს ურანული ენერგია იყო და პლუს ჩემი შავი მთვარე ნეპტუნი უკვე დიდი ილუზია, რომ მეგონა რომ დაკარგული არის და თურმე სასტყაც არის შეყვაშლა ძინავს გაგუდულს. და ხედავთ ამ ტენდენციებს სიტყვაზე, ახლა ვნახე მე რომ არის ეს ასპექტი და აი მარიმაც რომ მითხრა რომ სადღაც თვალს მოფარებული, ამას ვითვალისწინებდი რომ ნეპტუნთან არის ახლა ლილიტი და სადღაც შეიძლება რაღაც დაფარული იყოს, ანუ ლილიტი რას ქმნის ტრანზიტში, ტკინველად განიცდი, ოღონდ ფეიკი არის, იქ არაფერი არ არის ისეთი, ხო? და აი სადღაც მაგ იმედი მქონდა რომ იქნება და მართლა ფეიკი არის და მოკლედ ესე აღმოჩნდა. ნუ მარი ხო ძალიან მაგარი გოგო ყავს და აი ზუსტად მითხრა და აი მაგის ნათქვამზე კარებები აღარ დავტოვეხია, ვფიქრობდი ღია ხო არ დავტოვე, იქნებ გადმოძვრეს უკან აივნიდან და დაბრუნდეს მე-13 სართულზე არადა და ნუ ესე აღმოჩნდა რომ მაინც ვკეტავდი რომ მეთქი მარი მითხრა რომ შეიძლება სახლში იყოს. მართლა ეგრე აღმოჩნდა მოკლედ. და მამაჩები საწყალი ძალიან განიცდიდა, არ დამიტოვებია ღია უკეთ წამი დამჩაო მარტო რას მოასწრებდა გასვლასო და განიცდიდა მე ძალიან რომ აი მეუნე და ვარ წამოსულიყავი ძალიან ესე დრამა გქონდა ოჯახური.
მაგრამ ზოგადად ესე აი რო გითხრათ სუფთა ტრანზიტოლოგიაში კი ურანმა ითამაშავენ ერასთან კი იყო ქაოსი ჩემთან მაგრამ ლილიტი ნეპტუნთანოს ის ხო ეს იყო უკვე ჩემს პირად გამოცდილებაში დიდი ილუზია დიდი ტყუილი ხო და ეხლა სამაკის დაბეჭდილი ეს ყველა ლიფტთან გავაკარი უზღო სურათები რამდენიმე ენაზე თან იქნება ამეყაროთ პოვნაში და მთელი ნუ ძალიან სასაცილო რაღაცა შემემთხვა მოკლედ აი მართლა ძალიან სასაცილო მაგრამ ნუ აი ხო გეუბნებით როცა იყო ლილიტი ნეპტუნთან ლილიტი ქმნის შიშს სადღაც ხო და ეს უკვე პირად რუკაში გამოჩნდა ეს ყველაფერი ხო რა პირად რუკაში იყო ამისი მაღალი რისკი სხვასთან სხვანაირად ითამაშებდა ხა ჩემებს ყველასთან ითამაშებდა რომ ქვეყანას მოვდედა მამ ჩემს ნერვიულობდა და ნუ მოკლედ ეს შფოთვა და ეს დატრიალდა მაგრამ ზოგადად ახლა ამასაც ვერ გათვლიან შეიძლება ასტროლოგმა გაგაფრთხილოს რომ აი ეს პერიოდი როგორ გათვლი ახლა ამას ხო ამიტომ პროგნოზებს მაინც დიდად არ ვაკეთებ ხოლმე იმიტომ რომ აზრი არ აქვს მაინც მოხდება ხოლმე რაც უნდა მოხდეს უბრალოდ ხაგანებით ამ ტენდენციაზე რომ ვაკვირდებოდი ჩემ პირად რუკაში უკვე ცოტა შანსებს სხვანაირად ვხედავდი იმიტომ რომ შეიძლება ახლა სხვა დროს რომ ლოგიკურად მეფიქრა ახლა ცოტა სხვანაირადაც დავაკვირდი ზოგადად ეს მუშაობს ტრანზიტოლოგია. მოგეთ ეს მინდოდა მომეყოლა თქვენთვის, იმედია თქვენთვის საინტერესო იყო, მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე თუ რამე პროგნოზი ერთად არასტანდარტულად, უფრო ხელშესახებად წარმოგიდგინოთ და გამოსაყენებლად, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციისთვის, ყველაზე მეტად ხლის უაზრო ლაყაფი ლექტორებთანაც არაფრის მომცემი რო არ არის და ვცდილობ ხოლმე რომ თავი ავირიდო ესეთი რაღაცეებისგან და იმედია საინტერესო იყო თქვენთვის მეგობრებო დროებით.